მე ვარ დემეტრე მახარაძე 9 წლის. სწავლობ ქართულ ამერიკულ სკოლა პროგრესში. მე უკვე ვიყავი ამ პროექტში და იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა. იმის მერე გავიზარდა და ყველაფერს სხვანაირად ვუყურე. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის და კალათბურთის თამაში. კალათბურთზე დავდივარ უკვე 2 წელი და ძალიან მოწონს. მახსოვს პირველი დღე კალათბურთზე რომ შევედი. პირველად კალათბურთზე რომ შევედი, მასწავლებელმა მითხრა სხვებზე მეყურებინა, რადგან მესწავლა მოძრაობა. ამ ლაპარაკის დროს შემოვიდა ჩემი ახალი გუნდელი. ახლა ჩემი გუნდელია და კარგი მეგობარი. კალათბურთზე მქონდა ერთი მატჩი, სადაც გავიმარჯვე. დიდების 4 გუნდი იყო, პატარების 4 გუნდი და მეოთხეში ვიყავი მე და 12-ით 22-ს ვიგებდით და მე რო შემოვედი, დაცვაში რო ვიყავი, ერთი ვერ ჩაგვიგდეს. ვერც ერთი ვერ ჩაგვიგდეს. კალათბურთში ვთამაშობ ჩემტევის პოზიციაზე. ტევაში უფრო კარგი ვარ, რადგან ძალიან სწრაფი ვარ. უკვე მაგ დაახლოებით 70 ბურთი კალათში ჩაგდებული. აქედან ერთ მომენტს გამოვარჩევდი. 2 ნაბიჯი გავაკეთე სამიანიდან და სამიანთან რომ მივედი ვისროლე და ჩავაგდე. ჩემი საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. საყვარელი კალათბურთელია ჩემი მეგობარი ლადო. ჯორდანის მიყვარს, მაგრამ ჯერ ჩემი მეგობარს გამოვარჩევდი უფრო. კალათბურთში რთულია სამქულიანი ჩაგდება ან უკნიდან ჩაგდება. მარტივია 2 ქულიანი ჩაგდება. რო გავიზრდები საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 37 ნომერით. იმიტომ რომ ჩემი სართულის ნომერია 37-ზე ვცხო. ასევე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ მინდა რომ შევიდე. მამას იმიტომ არ შევყავა ფეხბურთზე, რომ ტრანვების ეშინია. ფეხბურთში ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მცველი კი ვარ, მაგრამ ბევრი გოლიც გამაქვს. უკვე მაგ გატანილი დაახლოებით 100 გოლი. ერთი გამომივიდა ძალიან ამაზე. ცენტრიდან ვარტყი და ცხრიანში გავიტანე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. რობერტო კარლოსის მიყვარს, რონალდოც მიყვარს. მეორე რონალდო, კრისტიანო რონალდო ხო და მესიც. ფეხბურთი რთულია მაგრატელის დარტყმა. მარტივია პენალტის გატანა. რო გავიზრდები, მინდა ფეხბურთელის გამოვიდე. მე რო კარგი ფეხბურთელი ყოფილიყავი, ჯერ საქართველოში დავიწყებდი კარიერას და ამის შემდეგ რეალ მადრიდში გადავიდოდი. 39 წლის ასაკში დავამთავრებდი კარიერას. 2 წელია ცეკვა ანსამბლ თაწყმინაში. ძალიან კარგი ანსამბლია და კარგი მასწავლებელი მყავს. კიდე რაღაც უნდა გითხრა. ჯერ შეთანხმდნენ, რომ ორშაბათ 4 შაბათს პარასკევს იყო და მერე შაბათი დაამატეს. მერე თქვეს კვირასაც დავამატებდო. მერე თქვეს კვირას მოდითო, სამშაბათსაც მოდითო. მერე შეცვალეს ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი. შაბათი კვირა და მერე მითხრეს, რომ სამშაბათს 7 საათზე მოდიო. არა და ისე 8-ზე დავდიოდი. ხო და სამშაბათს 7 საათზე რო დამიბარეს, სამშაბათს 9-დან 6-მდე მაქვს სკოლა, რადგან პროგრესში დავდივარ და იქიდან გამოდივარ, პირდაპირ 7 საათზე გამოდივარ და რანაირად უნდა მოვასწრო, მეც არ ვიცი. ჩემი საყვარელი ცეკვა სატრფიალო. ცეკვაში უკვე მქონდა 2 გასწროები. ერთი იყო ბაკურიაში, ერთი იტალიაში. რა თქმა უნდა, უფრო მომეწონა იტალიაში კონცერტი, რადგან იტალიაში ნამყოფი ვარ, მაგრამ მაინც მომეწონა. ავტობუსით დავდივოდით და 3 დღე დაგჭირდა ავტობუსში და რომ მივედით, მერე იქიდან 5 დღე დაგჭირდა. იმიტომ მომეწონა, რომ ბაკურიანში უბრალოდ ჩვეულებრივი მოედანი ხო იცით? აი მასეთი იყო და იმაში იტალიაში 3-4 დიდი მაგაზი. ხო იცით ყინულის სახლთა დიდი მოედანი როა. აი მასეთი იყო ოღონდ მაგაზე დიდი. კიდევ ვაპირებ 1 წელი ცეკვას და მერე შეიძლება დედამ გადამიყვანოს. ჩემ ქორწილში აუცილებლად ვიცეკვე. თუნდაც მოვიყვანე, როცა ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ალექსანდრეს და ელენეს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კაი მასწავლებელი.
ჩემი საყვარელი მასწავლებელია თემონა. ძალიან კარგი მასწავლებელია და ყველაფერს დეტალურად ვიხსენს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. ახლა მინდა ვიყო 2 წლის. მინდა ვიყო ძალიან პატარა, თავიდან გამოვიარო მომავალი და რაღაცეები გამახსენდეს. სახში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი და. ჩემი და ქვია ნია და არის 11 წელი. ნია არის ხიარული ფრანკია ბრაზილიანი. ნია რო გაიზრდება, ჩემი აზრით ფეხბურთელი გამოვა ან დიზაინერი. მამიკო არის ჭკვიანი, სიმპათიური, ხიარული და წინდახედული და საქმეც არის. დედიკო არის ლამაზი, თბილი და წინდახედული. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესო. ჩემი საყვარელი წიგნია ტორტი ზეცაში. ასევე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია მიგრაცია. ჩათვალისწინებული ეჯახი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდები უკდავს. ასევე დავიცავდი ჩემს სამშობლოს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი კითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი ქვეყნის მეფე იქნებოდა? მაგალითად მე ვიქნებოდი ესპანეთის მეფე. ბედნიერება არის ჩემი ოჯახის კარგად ყოფნა და სამშობლოს დაცვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.